თუ თქვენი სუკულენტები გამოიყურება აი ასე, ძალიან დიდი ხანია არ გადაგირგავთ, ძალიან გაიწელა, გაიზარდა და ნახეთ როგორი გრძელი ტოტები და თავებია გაკეთებული, ძალიან მნიშვნელოვანია რომ განაახლოთ ეს სუკულენტები. ზოგს შეიძლება ფესვი უკვე დაზიანებული, აი ესეთი გამხმარი ქონდეს, ფესვი უკვე აღარ უარგა, მაგრამ შეგიძლიათ დააფესვიანოთ, აი ზედა თავი მოვაჭრათ და ჩასვათ ნიადაგში. და ნიადაგიც რა თქმა უნდა გამოუცვალოთ. აი ასე გამოიყურება ჩემი განახლებული სუკულენტები, აი ესე თავები მაქვს დაჭრილი და ჩასმული ნიადაგში. აი ესენი უბრალოდ გავასუფლავე და თავიდან ჩავრგე. კიდევ აი აქ ნახეთ, ესენი თავები მაქვს დაჭრილი და ჩასმული ნიადაგში, რა თქმა უნდა სუკულენტების ნიადაგში. სუკულენტების ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი და კარგად უნდა ატარებდეს, გამტარი უნდა იყოს, კარგად მალე უნდა შრებოდეს, სისველი არ უნდა რჩებოდეს დიდი ხანი, რადგან არ უყვართ წყალი.